მეტი შეგეძლო და უკეთესად შეგიძლია ანგრევს ბავშვს. ესე იგი, რაც არ უნდა გავაკეთო, მე თქვენ გულს ვერ ვიგებ, ვერ მოვიგებ. ესე იგი, უკეთესი, ესე იგი არ ვარ ისევ საკმარისი და ეს არ ვარ საკმარისი, არ ვარ საჭირო, არ ვარ ვალიდური. იქ უშნო ვარ, იქ მე რა გამათხოვებს, თუ მე ვარ დამნაშავე მეგობრებთან უსიამოვნებაში, ზოგჯერ მშობელმა იცის, რომ შენი ბრალი იქნება ახლა რაც მოხდა. ანუ რეალურად ჩვენ ამას ვაკეთებთ გულწრფელად გვინდა რომ მასში რაღაცა გამოვიწვიოთ ან სინანული ან რაღაცა და ჯანსაღ სინანულს კი არ ვიწვევთ. ჩვენ ვიწვევთ არაჯანსაღ დანაშაულის განცდას, რომელიც შეიძლება სამომავლოდ გახდეს პრემორბიდში იყოს კრიმინალური ქცევის წინაპირობა. თუ ბავშვს ჩაუტვირთ ეს დანაშაულის განცდა, ვის არის ყველაფერში დამნაშავე, მან რომ კომპენსაცია გააკეთოს ამ განცდის, უნდა ჩაიდინოს დანაშაული. და გამოდის, რომ ის აკომპენსირებს. ხო, უკვე ვიცი რატომაც ვარ დამნაშავე და თითქოს ამოისუნთქებს ადამიანი. მათ აღარ უტოვებ ლუფტი, აღარ რჩება შანსი, რომ რამე გამოვასწროს. მაინც ეგეთია და ზოგიერთი პიროვნულად კი გაარღვევს ამ წრეს და რაღაცას მოახერხებს, როგორც აი ზამბარა, მე რო ხელი დავაჭირო, გადახტება. მაგრამ შეიძლება კი არ გადახდეს, დარჩეს დალეწილი და ეს დალეწილობა შემდგომში გამოიხატება იმით, რომ მას არაფრის არც ინიციატივა, არც თავი, არც არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია.